ლეიბორისტულმა პარტიამ ცესკოში პარტიული სიადამერობის კანდიდატი დღეს ოფიციალურად წარადგინა. სიაში 25 კანდიდატია, მათ შორის 15 ქალი. პარტიის ადგილობრივი წარმომადგენლის თქმით, ლეიბორისტებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი 10-ვე უბანში ეყოლება. კანონმდებლობის მიხედვით იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილ დოკუმენტაციაში რაიმე ხარვეზი აღმოჩნდება, პარტიას მის გამოსასწორებლად 3 დღის ვადა მიეცემა. სხვა შემთხვევაში კი პარტიის საარჩევნო სიას ცესკო ოფიციალურად ხვალ დაარეგისტრირებს. დავით რობაქიძის თქმით, დღეიდან პარტია აქტიურ საარჩევნო კამპანიას დაიწყებს და მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე გაეცნობა. ამ დრომდე ცესკოში პარტიული სია არც ერთ პარტიას არ შეუტანია. ჩვენ შემოვიტანეთ 25 კაციანი სია, 25 ადამიანის ნახევარი ქალბატონები არიან, გენდერული თანასწორობას დავიცავით, ასევე სიაში გვყავს 4 ეთნიკურად უმცირესობის წარმომადგენელი, როგორც სომეხი, ისე რუსი და გამომდინარე აქედან ყველა 10-ვე მაჟორიტარულ ოლქში გვყავს მაჟორიტარები, ასე რომ იმედები დიდი გვაქვს, იმედები იმისა, რომ ერთხელ და სამუდამოდ შევცვალოთ ის მანკიერი სისტემა, რომელიც 91 წლიდან კანონიერი ხელისუფლების დამხობის დღიდან თავს მოგვახვიენ საქართველოში.